წლების წინ დიდმა მსახიობებმა მომავალ თაობას გზა დაულოცეს და საკუთარი წყალი მათთვისაც რომ გადაესხათ საზეიმოდ ფიცი დადეს. 80-იანი წლების ტრადიცია ცოტა ხნით მიივიწყეს, თუმცა უკვე მეოთხე წელია კომპანია Redix-ის დახმარებით ფიცის დადების ცერემონია ყვარელში კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმში ისევ ტარდება. ეს ტრადიცია დავამკვიდრეთ, რომ პირველ კურსელები ჩამოვიდნენ აქ ჩარიცხვიდან სულ რაღაც ერთ თვეში. სიმბოლურად იცხონ გრიმი ჩვენი კორიფეებისგან, ჩვენი თეატრის ღვაწლმოსვილი წარმომადგენლებისგან და მხოლოდ სიმბოლურ აი ამ სტატუსს ატარებს ეს ღონისძიება და თქვენ იცით რომ გაზაფხულზე გვაქვს მეორე პრემია დურუჯი საუკეთესო თეატრალური სცენა თეატრალური პრემიების წყება არის უკვე ერთი იყო ხა რამოდენიმეა და ყოველ წელს ცერემონიამდე თეატრალური სტუდენტები ეტიუდებს წარმოადგენენ. ამჯერად სტუმრებისთვის ბანანი და საქათმე მოამზადეს. ეს უკანასკნელი ეტიუდების ფესტივალის გამარჯვებულიც გახლდათ. თამამად გეტყვით, რომ ახალგაზრდა მსახიობების შესრულებით აღფრთოვანებულები დავრჩით. ფიცავ, ერთი მარტივი სიტყვაა, თუმცა საკმაოდ რთულია მისი თქმა, თუ რაღაც მართლა ძალიან არ გინდა. ნინელი ჭანკვედაძემაც ასე გააფრთხილა. უნდა გჯეროდეთ, რომ თქვენი პროფესია მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო პროფესიაო. ფიცი ბავშვებთან ერთად გიზო ჟორდანიამ წაიკითხა. ფიც. მე საქართველოს შობა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. ჩემთვის ეს დიდი ბედნიერებაა გენეცო, როდესაც ახალგაზრდებს გასულოცავ აღმასვლისაკენ, ბედნიერებისაკენ, შრომისაკენ, სამშობლოს სიყვარულისაკენ. ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს, როცა ახალგაზრდას ამას ეუბნები და გასულოცავ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო რიტუალი, რომელშიც მე ვიღებ ხოლმე მონაწილეობას. ძალიან სასიამოვნო, ძალიან საცხარულო და რაც თავარია, ძალიან მნიშვნელოვანი მათთვის. იმედია მათი შემდგომი ცხოვრება, მათი ბედი იქნება იმ სიხარულის გაგრძელება, რაც ისინი დღეს განიცდიან. ყველაზე საუკეთესო პროფესია. აბა მან პროფესიაში ადამიანი მაგიტო მოდის, რომ ეგ ზუსტად ეგრე უნდა იფიქროს. აბა რა სხვა შემთხვევაში რა უნდა? არა? არაფერზე არ გაცვლიოდეთ თქვენ პროფესიაში. ჩემსაც ნამდვილად არა. ეს ისეთი ამაღელებელი ტრადიციაა, რომ აი რაღაცა გული გიფეთქავს ადამიანს რომ გინდა რომ შენც იქ იყო იმიტომ რომ ეს ბავშვები ესეთი ამხელა თვალებით რო ადიან სცენაზე და ესე რო უსვამენ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია და რაღაცა სხვა პროფესიებისაგან რომლის ჩამოთვლისაგან თავს შევიკავებ აი სწორედ ამითაც გამორჩეულია იმიტომ რომ დღე სასწაულია მათთვის და ჩვენი პროფესიის არსებობა თეატრის არსებობა ერთ რამეს ემსახურება ეს არის დღე სასწაული თითქოს ჯადოსნურიაო სამსახიობო გრიმსაც ბედი გადააქვს. ალბათ ამიტომაცაა რომ ყოველ წელს დიდი მსახიობები მომავალ თაობას გრიმით ნათლავენ. ძალიან დიდი სიხარულია, მოლოდინი, იმედი. ნახოთ რა სიზამ, ილოცავ ბედნიერებას. მე ვცდილობ რაც შემიძლია კეთილი ენერგიით უსურვო რომ ბედნიერი გზა ქონოდეთ. მაგრად მეტირება. როგორ უძლებთ? ყოველ წელს თქვენ ხელში გადის. ჩვენი პროფესია. 18 წელი ველოდებოდი ამ დღეს და ხვდები რომ მე თვითონ ავირჩიე ეს გზა და მზად ვარ. ცენით ვცხოვრობთ ან მსახიობები და მეც ასე ვთქვი. სადღაც 3 წელია და გადავწყვიტე რომ ჩამეფარებინა თეატრალურზე, ამიტომაც დღეს აქ ვარ. თეატრალური უნივერსიტეტის ნათლული ჯაბა სიხარულიძეც სრულფასოვნად გახდა. სწორედ ამ უკანასკნელის ნერვებზე გადადის ცერემონია ყოველ წელს. წელს ფაქტიურად ბოლომდე ჩავაბარე, იმიტომ რომ 4 წელია თეატრალურში მუშაობ, 4 წელი ამ ღონისძიების ორგანიზებას ვაკეთებ და აი პირველად მოხდა ჩემი გრიმის ცხება. აი როგორი შეგრძნება, იცი ვარ პირველ კურსელი 18 წლის მომავალი მსახიობი. ტირილს არაპირებ, ყოველს გული აქ აჭყებ. იმათმა იმდენი იტირეს რომ ეგეც აკварსი. ამბობენ სცენის მტვერს თუ შეიყნოსა ვეღარასდროს დაივიწყებო. ფიცსაც თუ დადებდა ჯადოს ვეღარავინ ახსნის. ასე რომ თეატრალურის პირველ კურსელებს ის გადარჩენიათ დიდი სცენისაკენ მიმავალი გზისთვის მოემზადონ.